ის ადგილზე მომყევხართ ხოლმე და აქ პოლიგონი არის. აქ მოდივალ სამცალტყვიას ვისო ხოლმე იცით სხვა ხეზე. დახრეტილია სულ. აი ეს ხე ამითი არ გაფუჭდება. მარტო ტყავია გაფუჭებული, მაგრამ მაინც რა. ძალიან თხოვ თავი შეიკავეთ. მოკლედ ნახეთ როგორი ხორეტა ქონდა. თოფი არის, ხო, კიდე რა უნდა მითქვა, ეს იარაღი რო გააკეთეს. უყურეთ, ეს უკან აღარ ჩადის, ეს წინ აღარ მივა, თუ აი პატარაზე თითი არ მიახმარეთ. იქ ჩააწვევით, ეს მივიდა და ცველია ეგ აქ, ესე, ზემოთ აწევთ არისრის, ჩამოწევთ იმაზე, რა ქვია. ცველზე და ეხლა უკვე გაისვრის რა, ანუ ესეთ მდგომარეობაში ამას გეტყვით თვითონ სასხლეთს. სასხლეთი აქ ესეთი რბილი. მე იჭედება და მე როგორც აი რო გაიჭედება, როგორც სპორტული იარაღი ისე ისვის. დარტყმა აქ. არ ვიცი რა, ესეთი იარაღი მე თუ კიდე როდესმე ჩამივარდება ხელში, მაგარი რაღაცაა რა. 9 ტყვია ჩადის შიგ, კალიბრი გითხარით, კონდახი გითხარით, თვითონ იარაღის ისტორიას. მოვყვები მე უკვე თვითონ მოკლელულიან მაუზერს, უკვე ჩვეულებრივ სტანდარტულ მაუზერს ვარ. ამას უშვებდა გერმანია, სხვა ქვეყნებს კიდევ იძახი არ გამოუშვია. მე თვითონ მაუზერებს, მაინც ამ მაუზერებზე გადავდივარ რა. ამ მაუზერებს ესპანეთს უშვებდა, ჩინეთიც უშვებდა. და ჩინეთი სხვათა შორის ოფიციალურად ჰქონდა ჩინეთში შეერაღებაში მიღებული, სარდალი ყავით ეგეთი ჯუდე, აი იმ ჯუდეთ დადიოდა ამ იარაღით, მოკეთ მაუზერებზე მე ვილაპარაკოთ. ეხლა უბრალოდ აი თოვლის ფონზე დატკბით აი ამ იარაღის სილამაზით, აი ახლოდან ნახეთ რა არის რა. არ ვიცი რომ აი ესე. აი ნახეთ. ეს შემიძლია მოვაძრო და დაუყენო ისევ თავისი